ძიმე კვირა იყო ძალიან დასაწყისი უფრო სწორად ამ კვირის რაც ირანში განვითარებულმა მოვლენება განსაკუთრებით გახადა სახიფათო და ტურბულენტური მთელი რეგიონისთვის დღეს სწორედ ალბათ ირანზე და ამ მოვლენის გარშემო ვილაპარაკებთ და შემდეგ უკვე როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს და რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს რომ ავიცილოთ თავიდან ნეგატიური განვითარება პროცესების მას შემდეგ რაც პარასკევს 27 თებერვალს ომანში გამართულ ირანის და ამერიკის მოლაპარაკებებზე პრაქტიკულად ინციდენტი მოხდა ეს მოლაპარაკებები 7 წუთში შეწყდა და ესეთი ფაქტობრივად მაგიდის აღიარების ეფექტი იყო, როდესაც ამერიკამ დააყენა საკითხი ირანის წინაშე ეგრეთ წოდებულ ნულოვან ვარიანტზე, რომ არა რაღაც პროცენტები, რომ 3%-მდე დაიყვანდა 60%-იან გამდიდრებას ირანი, არამედ საერთოდ უარი უნდა ეთქვა ირანს ბირთვული არსენალის ნებისმიერი სახით შესაძლებელი სახით არსებობაზე ირანში. ირანმა ამაზე უარი განაცხადა, შესაბამისად ეს მოლაპარაკებები ესე ძალიან მკვეთ რეჟიმში შეწყდა და უკვე რა თქმა უნდა ეს ნიშნავდა იმას, რომ დენთის სუნი დატრიალდა ჰაერში და უკვე ანალიტიკოსებისთვის იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩახედული არიან ნიუანსებში ამ განვითარებული მოვლენებს, ნათელი იყო, რომ უკვე შაბათს და კვირას შესაძლებელი იყო განვითარებულიყო ყველაზე ესკალაციური ვითარება და სახე ამ მოვლენის. სამწუხაროდ ეს ასეც მოხდა. დაიწყო ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ძალიან მძლავრი შეტევა ირანზე. თეირანის შემოგარენზე, ისფაჰანზე და რამდენიმე პროვინციაზე, რომელზეც გამიზნულად იყო სწორედ ეს შეტევები განვითარებული შესაბამისი სამხედრო ობიექტების ყველაზე სწრაფად გასანადგურებლად. ეს იყო თებრიზი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს და აზერბაიჯანელით არის დასახლებული ირანელი აზერბაიჯანელებით. ეს იყო ქერმანშაჰი, ეს იყო ილამი, რომელიც ქურთებით არის დასახლებული და ერაყის საზღვართან მდებარეობს და ეს იყო ლურისტანი, რომელიც ასევე ზარგოსის მთებშია და რომელშიც ეს ლურები, ანუ ასევე დიდი ეთნიკური მოსახლეობა ირანის შემადგენლობაში ცხოვრობენ. აქ იყო განლაგებული შესაბამისი სამხედრო წარმოებები, სამხედრო ბაზები და მოხდა სწორედ ყველაზე მეტად განვითარება მოვლენების სწორედ აი ამ არეალში. პირველი რაც დილითვე გაანადგურეს ისრაელის თვითმფრინავებმა, იმიტომ რომ პირველი სწორედ ისრაელის სამხედრო ავიაცია შეიჭრა ირანის ტერიტორიაზე. ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობით ესკადრილია 200 თვითმფრინავის შემადგენლობით, ეს ძალიან ბევრია. რომ ესკადრილიაში როგორც წედი შედის 12 თვითმფრინავი და მოგესალმებათ აქ რამდენი ესკადრილია მონაწილეობდა ამ
თვითმფრინავებმა უდანაკარგოდ ინიექციით ყურადღება შეძლეს გაენადგურებინათ შესაბამისი ობიექტები და დაბრუნდნენ უკან ყოველგვარი პრობლემების გარეშე. როგორ მოხდა ეს? რანაირად გახდა შესაძლებელი, რომ ირანი, რომელიც ემზადებოდა დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის ჩვენ გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ 12 დღიანი თავდასხმა ასევე და შესაბამისი ობიექტების განადგურება საკმაოდ ძიმე სურათი ირანისთვის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე ისრაელის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს სწორედ ის ობიექტები და სამხედრო ბაზები, მათ შორის თეირანშიც, რომელიც მაშინ გამიძნულად ბირთვული წარმოების და ურანის განვითარების ობიექტებზე იყო მიმართული. მაგრამ ამჯერად ეს იყო ძალიან ფართე მასშტაბის, თითქმის მთელ ტერიტორიაზე ირანის განხორციელებული თავდასხმა და როგორ მოხდა, რომ ირანის საჰაერო დაცვის სისტემებმა, რომელსაც თავს იწონებდა ირანი და ძირითადად ეს სისტემები შედგებოდა რუსული S-300 და S-400 უფრო მოდერნიზებული, უფრო ახალი სისტემებისგან, რომელსაც ძალიან დიდი რეკლამა ჰქონდათ, რომ ისინი ჩამოაგდებდნენ ნებისმიერ საფრენ აპარატს, არ გააჭეჭანებდნენ ირანში, ამისცემდნენ ამის საშუალებას და ასე შემდეგ. წარმოუდგენლად მცირე ვადაში, ძალიან დიდი ეფექტურობით განადგურდა ეს საჰაერო დაცვის სისტემები, თანაც ისე აბსოლუტურად, რომ მათ ვერცერთი თვითმფრინავი ვერ ჩამოაგდეს და ვერ დააზიანეს ისრაელის ავიაციის ვერცერთი მფრინავი აპარატი. უფრო დღეს გახდა დილით ცნობილი, რომ არ იღებდნენ ხმას სხვათა შორის რუსი სპეციალისტები, რომ რა თქმა უნდა ეს გახდა უკმაყოფილების საგანი თავად ირანის ხელისუფლებაში, ირანელ სამხედროებს შორის, რომელიც დაიმედებული იმით, რომ მათ ჰქონდათ თანამედროვე მოდერნიზებული S-400 სისტემის ჰაერდაცვის ეფექტური სისტემები, როგორც მათ აწმოდებდნენ რუსი სპეციალისტები, სტრატეგიული მოკავშირეები, ეფექტი იყო ნულოვანი. რანაირად? ახლა რუსები თავს იმართლებენ. რუსი სპეციალისტები დღეს აკეთებენ განცხადებას, რომ მათთვის იყო მოულოდნელი ამერიკელების მიერ სრულიად ახალი იარაღის. ამ იარაღს ქვია PRSM Precision Strike System, რომელსაც თვითონ რუსებმა უწოდეს ახლა ამ S-400-ისთვის სპეციალურად გაკეთებული და სპეციალურად გამოგონებული გამანადგურებელი სისტემები. ანუ რუსები ამბობენ, რომ ისინი ელოდნენ ატაკ MS-ის, ეს არის ამერიკული რაკეტები, სწორედ ამ ბატარეების ჰაერსაწინააღმდეგო ბატარეების წინააღმდეგ, რომელთა გაშვება ხდება ჰაიმარსის დანადგარებიდან. ეს არის მიწა სისტემის აპარატები, ანუ მიწიდან ხდება მისი გაშვება მობილური დანადგარიდან და ის ანადგურებს სწორედ მიწაზე სახმელეთო ობიექტს, ანუ ამ საჰაერო თავდაცვის სისტემას. რუსები დღეს ამტკიცებენ, რომ ეს ახალი სისტემა ნაცვლად ატაკ MS-ისა, რომელსაც ისინი ელოდნენ, რომ გამოიყენებდნენ ამერიკელები, რუსები, მათ გამოიყენეს სრულიად ახალი რაკეტები, აი ზუსტად ეს PRSM-ი, რომელიც შარშან ჩაუშვეს წარმოებაში ამერიკაში, ანუ იყო სრულიად ახალი
და არ არსებობდა ინფორმაცია, ეს იყო საიდუმლო როგორც ჩანს და ეს საიდუმლო იყო სწორედ დაცული ბოლომდე ამერიკელების მხრიდან, რომ ის უკვე იყო შეიარაღებაში მასიურად და ის პირველად იქნა სწორედ გამოყენებული ირანში, ირანის ტერიტორიაზე. თორემ უკრაინაში მაგალითისთვის რო ავიღოთ, ატაკ MS-ის რაკეტები იყო, მათ იყენებდნენ უკრაინელები, ოღონდ ცოტა რაოდენობით, რადგან ის შოს მოქმედია და ეს შოს მოქმედება იყო 250-300 კილომეტრი, მაგრამ აი ეს PR ესენი უკრაინის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა, არ გამოუყენებია და არც მიუწოდებიათ და არც ასაც სხვაგან ამის გამოყენება არ მომხდარა. დღეს უკვე რუსებმა და სამწუხაროდ უკვე ირანელებმაც, რომელთაც გაუნადგურეს ეს S-400 სისტემები მთლიანად, იციან, რომ ეს რაკეტები არის შეიარაღებაში უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში და თანაც ეს გამანადგურებელი რაკეტები, რომლის წინააღმდეგ ირანს და როგორც ჩანს არც რუსებს არაფერი არ აქვს ჯერჯერობით, არის ძალიან უფრო დიდი რადიუსის, ვიდრე მათი წინამორბედები ატაკ MS-ის სისტემის რაკეტები, ისინი მიფრინავენ ორჯერ უფრო დიდ მანძილზე, ანუ 500 და უფრო მეტი, 550 კილომეტრი, რაც გახდა სწორედ საფუძველი ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სახმელეთო დანადგარებიდან. სავარაუდოდ სწორედ კუვეიტის ბაზიდან, რომელიც ახლოს არის ძალიან El-Udeid, რომელიც ძალიან ახლოს არის მჭიდროდ ახლოს არის ირანის ტერიტორიასთან, ირანის საზღვართან, სწორედ იქიდან მოხდა და შესაძლებელი ალბათ იორდანიიდანაც ამ რაკეტების გაშვება, რომელსაც იფრინეს სწორედ და უკვე წვდებოდნენ ისინი ამ ობიექტებს ყველგან, ეს ყველაფერი იყო გათვლილი და ისე გაანადგურეს სულ მოკლე ხანში ეს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები ირანის S-400-ები რუსული, რომ გაუხსნეს გზა და აბსოლუტურად ღიაცა, უსაფრთხოცა ისრაელის თვითმფრინავებს, რის შემდეგაც ისინი აბსოლუტურად უდანაკარგოდ და უსაფრთხოდ მოქმედებდნენ უკვე დაუცველ ცაში და საერთოდ მთლიანად მთელი ირანი აღმოჩნდა უდიდესი საფრთხის ქვეშ თავისი სამხედრო ობიექტებით, თავისი მთელი ინფრასტრუქტურით, რომლის განადგურებაც დღემდე გრძელდება და დღემდე ფაქტობრივად ირანის ტერიტორიაზე არც ერთი თვითმფრინავი არ ჩამოუგიათ ირანის სამხედრო ძალებს, რაც წარმოუდგენელი ჩავარდნაა, კატასტროფული ჩავარდნა არის, რა თქმა უნდა, ირანის სამხედრო ძალების და რაზედაც, რა თქმა უნდა, ირანს ექნება ძალიან დიდი კითხვის ნიშანი პარტნიორი რუსების მიმართ, რომლის სისტემებზეც მათ ააგეს ფაქტიურად თავისი თავდაცვის სისტემა და რომელმაც განიცადა კატასტროფა. მხოლოდ ერთადერთი თვითმფრინავი, რაც დაადასტურა ამერიკის მხარემაც, სამხედრო თვითმფრინავი ამერიკის ჩამოგდებული იქნა და ისიც კუვეიტში, არა ირანის ტერიტორიაზე, მაგრამ საბედნიეროდ იქ პილოტები გადაჭდნენ. დანარჩენი ირანის ტერიტორიაზე, სადაც S-400-ები იყო განლაგებული, არც ერთი ისრაელის, არც ამერიკის თვითმფრინავი არ ყოფილა ჩამოგდებული. ეხლა ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ ირანის რაიმე წარმატებაზე ან შესაბამისი თავდაცვის სისტემებში რაიმე განსაკუთრებული გადალაგების ან რამე ისეთი ღონისძიების გატარების შესახებ, რომ ჩვენ შეიძლება რამე გადატეხაზე ვისაუბროთ, რომ თუ ცაში ბატონობს ერთი მხარე და ეს მხარე დღეს არის ისრაელი და ამერიკა, შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ იქ წარმატებებზე, მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების გაშვებით, რასაც დღეს ირანი მიმართავს, დღეს წარმოუდგენელია, რომ მიაღწიო
წარმატებას თანამედროვე სამხედრო შეტაკების დროს მით უმეტეს, როდესაც იმხელა არმადას მოუყარა თავი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად ირანის ირგვლივ დღეს არათანაბარია შეიძლება თამამად თქვა ძალები იმ კოალიციისა, რასაც უერთდებიან კიდევ დღეს ბრიტანეთმა გამოაცხადა უკვე რომ ის უთმობს თავის ინდოეთის ბაზას ამერიკულ ავიაციას, ისრაელის ავიაციას სამოქმედოდ და იმ კონტრპროდუქტიული ნაბიჯის გამო, რომელიც გადადგა ალბათ უკვე აჭრილმა აი ამ მოვლენების გამო, რაზეც ვილაპარაკეთ, ამ კატასტროფული ჩავარდნის გამო ირანის სადლობამ და როდესაც მათ ბალისტიკური რაკეტები და მძიმე დრონები დაუშინეს თავის მეზობლებს და მეგობარ ქვეყნებს, მუსულმანურ ქვეყნებს, სპარსეთის ყურეში, ემირატებს, იორდანიას, ბაჰრეინს, კატარს, კუვეიტს, საუდის არაბეთს ეს სრულიად მოულოდნელი იყო ამ ქვეყნებისთვის, ისინი არც იყვნენ მზად ამისთვის და ეს რაკეტები და დრონები დაეცნენ ფეშენებელური სასტუმროების, საწარმოების, ადამიანთა თავშეყრის ადგილებს, რომელიც აბსოლუტურად არ იყვნენ მზად იმისათვის, რომ ეს სახელმწიფოები არ ყოფილან ჩართული, არანაირად არ ყოფილან ჩართული ამ საომარ მოქმედებებში ირანის წინააღმდეგ და თუ ირანია ყოველთვის აცხადებდა, რა თქმა უნდა, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში ის დაბომბავდა ამერიკის სამხედრო ბაზებს, განლაგებულ სამხედრო ბაზებს და ხალხს უსვამდა, რომ საუბარი იყო სამხედრო ბაზებზე, მაგრამ რომ ის ბალისტიკურ რაკეტებს და დრონებს ესვოდა სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს, ადამიანების თავშეყრის ადგილებს, ეს წარმოუდგენელი იყო და წარმოუდგენელი იყო იმ ქვეყნებისთვისაც, რომლის მიმართაც ეს შეტევები ახლა ამ წუთში გრძელდება. ბუნებრივია ამან გამოიწვია ამ ქვეყნების ძალიან სერიოზული პროტესტი და არა მარტო პროტესტი, ისინი მაგრამ საუდის არაბეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის უერთდება ამერიკა-ისრაელის კოალიციას და ხელს შეუწყობს ნაიდან წარმოუდგენელი რამაც, რომ საუდის არაბეთის რამდენიმე ობიექტი დაიბომბა, მათ შორის დაიბომბა იქაც სასტუმროები, შეუტიეს ქალაქებს. ძალიან უცნაური იყო ემირატებზე, დუბაიზე, აბუ-დაბიზე განხორციელებული შეტევები, ბურჯ სიმბოლოზე, ხო, დუბაის სიმბოლოზე, ბურჯ არაბზე შეტევა, რომელიც თელმა სოფლიო მიხილა სასტუმროზე, რომელიც გადავსებული იყო ტურისტებით. ასევე პალმ ჯუმეირაზე, ასევე ცნობილ და სოფლიოს ცნობილ სასტუმროზე, რომელიც ასევე შეუერთებული მშვიდობიანი ტურისტებით იყო სავსე, ხო? და ამას უყურა თელმა სოფლიო ამ შეტევებს, ხო? ეს იყო, წარმოუდგენელი კატასტროფული სურათი, რომელსაც არავინ არ ელოდა. დღეს ირანის სხვათა შორის თავს იმართლებდა, რომ ამ სასტუმროებს აფარებდნენ თავს ამერიკელი სამხედროები, ის ამერიკელი სამხედროები, რომელიც შეერთებული შტატების სადლობამ ევაკუაციის გამო სამხედრო ბაზებიდან გადაიყვანა სასტუმროებში. ეს გამართლება ნამდვილად არ არის, ჯერეთის არამედ ზუსტად არის ეს მართლა ასეა თუ არა, მაგრამ იქ თუ რამდენიმე სამხედრო იმყოფებოდა იმ ათასობით ტურისტის გვერდით, რომელიც მთელი მსოფლიოდან იყვნენ ამ სასტუმროებში განლაგებული, ეს არანაირად არ ამართლებს იმ თავდასხმას ამ სასტუმროებზე. და რა თქმა უნდა დღეს თურქეთმაც დღეს ერდოგანმა გააკეთა სპეციალური განცხადება, რომელიც აქამდე არ ერეოდა და ის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა
და ამბობდა რომ მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებდა მონაწილეობას. დღეს მან დაგმო ეს საქციელი ირანის და მან პირდაპირ განაცხადა რომ ეს შეტევა ამ სასტუმროებზე, მშვიდობიან ობიექტებზე, სპასეთის ყურის იმ სახელმწიფოებზე, რომელიც არ მონაწილეობდნენ არანაირად და არც ერთ მხარეს არ იყვნენ ამ შეტაკებაში, არის იქნება კონტრპროდუქტიული და თურქეთის ეს განცხადებას, ეს გააქტიურებაც და ამას მოყვა თურქეთის დღევანდელი ნაბიჯი, რომ მან ჩაკეტა საზღვარი ირანთან, რომელიც აქამდე ღია იყო და სარგებლობდნენ ამ ჩვეულებრივად ირანის მოქალაქეები. ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ ირანი, რომელიც რა თქმა უნდა ნამდვილად არ არის თურქეთის მეგობარი, თუმცა ეს საჯაროდ, ასე ვთქვათ, ბალანსირებულად ორივე მხრიდან განცხადებები კეთდებოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ირანის ადინდელი განცხადებებიც, რომ ისინი ბრალსდებდნენ თურქებს ინჯილიკის საერთაშორისო სამხედრო აეროპორტის თურქებისთვის ვთქვათ ოპერატიული გამოყენებისთვის გადაცემის გამო და ახლაც რამდენიმე დღის წინ ირანულ წყაროებში ქვეყნდებოდა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს საჯაროდ არ ცხადდება თურქები ადლებენ საშუალებას ამერიკელებს რომ ინჯილიკის საერთაშორისო აეროპორტი სამხედრო აეროპორტი გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის და ეს ძალიან ტკივნეულია ირანისთვის ვინაიდან ეს ძალიან ახლოს არის ირანის საზღვართან და ძალიან მოწყვლადი არის ფაქტობრივად იქაო არსებული სისტემები ირანის სამხედრო სისტემებისთვის. ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები თუ ირანი გადაწყვეტს რომ საუდის არაბეთის და კუვეიტის და კატარის მსგავსად ბაჰრეინის მსგავსად დაატყვას თურქეთსაც ან პირდაპირ დაატყვას თუნდაც ინჯილიკის სამხედრო აეროდრომს ეს კიდევ უფრო დიდ ესკალაციას გამოიწვევს და ფაქტობრივად ირანი მოკავშირეების სრულიად მარტო მოკავშირეების გარეშე დარჩება ამ უზარმაზარი სამხედრო არმადის კოალიციის პირისპირ. ისაც ჩვენ ვიხილეთ მოსკოვის და ჩინეთის მხრიდან, რომელიც აქამდე პოზიციონირებდნენ როგორც ირანის სტრატეგიული მათ შორის სამხედრო პარტნიორები და ირანის სერიოზულად ეხმარებოდა მოსკოვს, რუსეთს, უკრაინასთან ომში, აწვდიდა ბალისტიკურ რაკეტებს, აწვდიდა დრონებს, შაჰიდებს და აქაც შაჰიდებთან დაკავშირებით ორი სიტყვით რო გითხრათ მოხდა სიურპრიზი მათ შორის რუსებისთვისაც და ირანელებისთვისაც ათასობით აი ამ შაჰიდის მოდერნიზებული ვარიანტი ამერიკაში აწყობილი, ამერიკულ დაწგაზე აწყობილი აღმოაჩნდათ ამერიკელებს შეიარაღებაში და სწორედ მათ იყენებენ ახლაც ირანის წინააღმდეგ საკუთარ მძიმე დრონებს, შაჰიდებს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და ეს არის თავიდან ბოლომდე უკრაინელების დამსახურება. უკრაინელებმა შეძლეს ამ რამდენიმე შაჰიდის გადაჭერა, ვინაიდან სწორედ ამ შაჰიდებით ხდებოდა დიდ ქალაქებზე შეტევები, ამ კორპუსებზე შეტევებზე უკრაინაში. უკრაინელებმა შეძლეს ამის დაშლა, ამ ელექტრონული სისტემების გაშიფრვა და მიაწოდეს ის ამერიკელები. რის შემდეგაც სრულიად საიდუმლო ვითარებაში ამერიკელებმა ვინაიდან ეს გაცილებით იაფი ჯდებოდა ამერიკული დრონები, მათ აქვს დრონები, მაგრამ ხის ძალიან ძვირი 250-300,000 დოლარი, ხოლო აქ 10-ჯერ უფრო ნაკლებია ფასი ამ შაჰიდის ამერიკული ვარიანტისა, რომელიც დაშტამპეს ათასობით და დღეს მას ძალიან დიდი წარმატებით იყენებენ სწორედ ირანში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად და ესეც სიურპრიზი აღმოჩნდა ირანული და რუსული დაზვერვისთვის. გუშინ იყო ძალიან წუხელ, ძალიან საინტერესო ინტერვიუ ამერიკის პრეზიდენტთან ტრამპთან, რომელიც მან ნიუ-იორკ ტაიმს მისცა და სადაც ილაპარაკა სწორედ მოვლენებზე, რომელიც ახლა ვითარდება და მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ის მონაკვეთი, როდესაც მას კითხეს, რომ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ანუ მას შემდეგ, რაც აი ეს მიზანი, რაზედაც საუბარი არის ბირთვული გამდიდრების, ანუ ურანის გამდიდრების შეწყვეტა და საერთოდ ყველა შანსის მოსპობა, რომ ირანმა შეძლოს მომავალში ბირთვული იარაღის დამზადება, აი ეს იქნეს ნეიტრალიზებული, ვინაიდან ამერიკის დაზერვას ჰქონდა, სხვათა შორის ამაზე იყო საუბარი და რამაც გამოიწვია ესკალაცია ვადების, რომ ამ სამხედრო ოპერაციის დაწყების, ამერიკის დაზერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ ირანს სწორედ რუსების მეშვეობით გაუჩნდა სწრაფი მოქმედების ცენტრიფუგები, რომელთა დახმარებითაც ხდება გამდიდრება ურანის და თუ ეს პროცესი იყო ძალიან ნელი და მას თვეები და წლები ჭირდებოდა, ამ ცენტრიფუგების მეშვეობით უკვე ძალიან მოკლე ვადაში კვირეების განმავლობაში შეიძლება სწორედ 90%-მდე ეს უკვე კრიტიკული პროცენტია გამდიდრების ირანს მიიღო აი ეს მასა, რაც უკვე ქობინების დასამზადებლად და შესაბამისი რაკეტების შეიარაღებაში განლაგებისთვის ქონდა შესაძლებლობა. ეს კი უკვე იყო კატასტროფა არა მხოლოდ ისრაელისთვის, იმიტომ რომ არსებობს, ასე ვთქვათ, დაზვერვის ინფორმაციაც, რომ ირანს აქვს უკვე მატარებელი, ასე რაკეტა მატარებლები, რომლითაც ის შეიძლება მიწვდეს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიასაც. სწორედ ამ საფრთხემ, უკვე რომელიც თავად ამერიკაც ემუქრებოდა, ირანის მხრიდან განაპირობა, აი დაჩქარება ამ ოპერაციის დაწყებას და ის შედეგი, რასაც ჩვენ ყველანი დღეს ვაკვირდებით თეირანში და ირანის პროვინციებში. რა შეიძლება მოხდეს, კითხეს ჟურნალისტებმა გუშინ ტრამპს, როდესაც მიღწეული იქნება ეს მთავარი მიზანი, რომ ბირთვული გამდიდრების პროცესი დასრულდა ირანში და ეს ლაბორატორიები განადგურდა და ვითარება კონტროლს დაექვემდებარება და შესაბამისად გამორიცხულია, რომ ირანში მომავალში აღდგეს აი ეს პროცესი, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელს, ამერიკას და მთლიანად მეზობლებს. ახლა უკვე ნათელი გახდა, რომ არც სპარსეთის ყურე აღარ არის უკვე ესეთი ნეიტრალიტეტის, სტაბილურობის რაღაც ოაზისი, როგორც ის ითვლებოდა თუნდაც ერთი კვირის წინ, სადაც მიედინებოდა ინვესტიციები, სადაც უზარმაზარი ესეთი საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრები იყო და ყველა თვლიდა, რომ ეს რაღაც ოქროს სამკუთხედი, დაცული ტერიტორიები, უსაფრთხოება იმდენად იყო აი ამ გარეშე საფრთხეებისგან დაცული თავის ნეიტრალიტეტით, რომ იქ ყველა ნაკადი ფულისა, სიმდიდრეებისა, კაპიტალისა, რაც მიედინებოდა, იყო დაცული. ეხლა ეს ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში ჩამოიშალა და არავინ არ იცის, როდის დაბრუნდება ეს ნდობა, ან დაბრუნდება კი უკან ეს ნდობა, თუ ეს კაპიტალი გადადინდება და ეს სისტემები ნელ-ნელა დაბრუნდება სად? თავსოთ ეს კითხვა ძველ ადგილებში და ეს არის სწორედ ლონდონი, სადაც იყო ეს მეორე მსოფლიო ომამდე და ის იყო ცენტრი მთლიანად აი ამ საინვესტიციო, საერთაშორისო სავაჭრო, კაპიტალის განთავსების და ასე შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ლონდონი დაბომბა გერმანია, როდესაც ლონდონი აღმოჩნდა უკვე არც ისე უსაფრთხო, ამან გადაინაცვლა უოლ-სტრიტზე ამერიკაში და შეიძლება ეს პროცესი ვიხილოთ უკუ გადალაგების, რაც რა თქმა უნდა, სწორედ ბრიტანეთი ამერიკის ალიანსის ინტერესებზე დაასხამს წყალს. ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს ამ საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ და მიზნების მიღწევის შემდეგ. მან თქვა, რომ ჩვენ 2-3 კაცი შერჩეული გვყავს უკვე, ვაგვირდებით მათ, ვის შეიძლება ირანში დროებით მმართველებად ჩვენთან თანამშრომლობით
და ხალხის ხალხდაჭერით ირანელი ხალხმხედველობაში დაჩენ მმართველებად მაგრამ ძალიან ნიშანდობლივი იყო რომ ტრამპმა ხაზი გაუსვა ვენესუელის პრეზიდენტს მან პირდაპირ თქვა რომ ჩვენ ვენესუელაში მადუროს ძალიან ვიწრო წრე ვისი მეშვეობითაც ის თავის ამ ტირანის მართვას ახერხებდა მოაშორეთ მადურო პლუს რამდენიმე კაცი მაგრამ ის ვინც დარჩა მან გაამართლა ამ სისტემამ ვენესუელაში და ეს ადამიანები დღეს სწორად ეს ტრამპის სიტყვები იყო ახორციელებენ რეფორმებსაც ნაბიჯებსაც და იმ ყველა შუალედურ ერთად დაგეგმილ პოლიტიკურ პროცედურებს რითაც ტრამპი იყო ძალიან კმაყოფილი შესაბამისად აქედან პირდაპირ გამომდინარეობდა უკვე თეზისი რომ ტრამპი აპირებს ირანშიც რაღაც ვენესუელის მოდელის განხორციელებას ანუ რაღაც ძირითადი სამხედრო ბირთვი თითქმის ისედაც განადგურებულია ალი ხამენეიც უკვე აღარ არის ცოცხალი გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელი ბირთვის მთავარი ფიგურები მათ შორის თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსი ბრიგადის გენერლები უკვე გარდაცვლილები არიან ყოველდღე თითქმის გესმის და მათ შორის ლიბანშიც იემენშიც დაიწყო ისრაელმა სპეციალური ოპერაციების სამხედრო ოპერაციების განხორციელება და რამდენიმე ლიდერი ხეზბოლას ხამასის უკვე თანამედროვე ლიდერები რომელმაც შეცვალეს ადრინდელი ლიდერები ისინის განადგურებულები არიან როგორც დღევანდელი ინფორმაციით გახდა ცნობილი და აი ასეთი წმენდის სამწუხაროდ ეს წმენდა მკვლელობებს უკავშირდება ფაქტიურად განადგურებას ფიზიკურად მაგრამ ადამიანები ვინც შეიძლება მოიპოვოს ამერიკის ადმინისტრაციის ნდობა მათ გაუადვილდებათ რომ სამოქალაქო ვითარება შექმნან ირანში დაელაპარაკონ თავად ხალხს და ირანი არის მრავალ ეთნიკური მოგხსენებათ დიდი ქვეყანა 93 მილიონიანი მაგრამ იქ ცხოვრობენ სპარსელებთან ერთად აზერბაიჯანელები ირანელი აზერბაიჯანელები მე-13-ზე მეტნი არიან ქვეყანაში არიან დიდი მილიონობით ქურთები რომელიც გავლენიანები არიან ლორესტანია ლურები ცხოვრობენ რომელიც აი ზაგროსის მთებში დიდი ავტონომია უკავიათ და ასევე გავლენიანი ეთნიკური ჯგუფია ნუ ყველა ამ ჯგუფთან საჭირო რა თქმა უნდა თანხმობა ერთიანობა რომ ქვეყანამ აიცილოს თავიდან სამოქალაქო დაპირისპირება და ეს არანაირად არ შედის რა თქმა უნდა არც ისრაელის და არც ამერიკის ინტერესებში რომ ირანში მოხდეს არეულობა პირიქით ყველას აწყობს რომ ირანმა ეს ტრანზიტული გარდამავალი პერიოდი სანამ იქ არჩევნებისთვის მომზადდება პირობები სამართლიანი ნორმალური არჩევნებისთვის და ირანელი ხალხი არის დიდი კულტურის საოცარი ცივილიზაციური მონაპოლი და საერთოდ სოფლიო ცივილიზაციაში აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ირან ეს არის ძალიან დიდი ინტელექტის მატარებელი ხალხი ჩვენი მეზობლები და ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები თუ ჩვენ აი ამ დიდი უბედურების მერე რაც ახლა იქ ხდება მივიღებთ თავისუფალ განვითარებულ ბედნიერ და აყვავებულ ირანს ეს იქნება საქართველოსაც უდიდესი მონაპოვარი და ჩვენი მომავალი ურთიერთობისა ამ ძალიან დიდ სახელმწიფოსთან ამიტომ ამერიკის გეგმები რას უკავშირდება და მთავარი გეგმა მოდი ვთქვათ მოკლედ ეს არის რა თქმა უნდა ნავთობი იმიტომ რომ გაზი ძალიან ბევრია ირანში მაგრამ გაზი ძირითადად თავად ირანი ხმარობს გაზის ძალიან მცირე ნაწილი გადის ექსპორტზე იქ ექსპორტის თავარი თემა არის ნავთობი კარგი ხარისხის მძიმე ნავთობი რომლის ასევე მომხმარებელი და ძირითადი მომხმარებელი სწორედ აზიური ქვეყნები მათ შორის ყველა დიდი მომხმარებელი ჩინეთი და ინდოეთი ვინაიდან ინდოეთს ასე თუ ისე უკვე დაულაგა ამერიკა მათ შორის ვენესუელას გაკონტროლების შემდეგ
იქ არის რა თქმა უნდა გაიანაც, აფრიკული გაიანა, სადაც ექსონი ამერიკული გიგანტი აწარმოებს ამ ნავთობის ამოღებას და ინდოეთში თითქოს ინდოეთთან ყველაფერი დაალაგებულია, რჩება ჩინეთი. უზარმაზარი ჩინეთი, რომელსაც არ აქვს ნავთობი და რომელსაც ძალიან ჭირდება ეს პროდუქტი. 4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს ექსპორტისთვის და ამზადებს ირანი დღეს. მაგრამ ამერიკული ინვესტიციებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეცვლის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში 3-4 თვეზეა საუბარი. ამერიკას შეუძლია ეს დონე აიყვანოს 6 მილიონამდე, ანუ 6 მილიონ ბარელამდე. ანუ 2 მილიონი ბარელით მეტი დადოს ექსპორტზე და გაიტანა. ეს ზუსტად ის რაოდენობა, რაც უფრო ნაკლები გააქვს რუსეთიდან ჩინეთს. 1,700,000 ბარელი დღეში ნავთობი გააქვს რუსეთიდან. და ამერიკა სწორედ ძალიან მარტივად თავაზობს ჩინეთს, რომ შეწყვიტოს და გაწყვიტოს სანქცირებულ რუსეთთან ეს ურთიერთობები და ის მთლიანად აანაცვლებს იმ უკვე არსებული მიწოდებას პლუს ეს 2 მილიონი, რაც მთლიანად აკმაყოფილებს ჩინეთის მოთხოვნილებას სტაბილურად, დაცულად ყოველგვარი სანქციების გარეშე, ამერიკის თანხმობით, ყველა არის ბედნიერი და კმაყოფილი გარდა რუსეთის. რომელსაც თეორიულადაც ესწრება შანსი, რომ თავისი ნავთობი გაიტანოს ექსპორტზე ინდოეთში და ჩინეთში, რომელიც იყო მისი თავარი მომხმარებელი. ლაპარაკი არ იქნება უკვე ტანკერებზე, სანქციებზე, უკვე ფიზიკურად არ იქნება შანსი, იმიტომ რომ აღარ დასჭირდებათ ამ ქვეყნებს რუსული ნავთობი. მით უმეტეს პრობლემური რუსული ნავთობი. ამიტომ ამერიკის ინტერესებშია რომ სტაბილურობა იყოს, ამერიკის ინტერესებშია ისე როგორც ვენესუელაში და სადაც მართლა სტაბილური სიტუაციაა, დასტაბილურდა სიტუაცია იქ 1000-ზე მეტი პატიმარი იყო, პოლიტპატიმარი და ამ ხალხს უშვებენ დამშვიდი და ქალაქში სიტუაცია და ნაბიჯ ხოციერდება და მიდის ყველაფერი იქითკენ რომ მომზადეს საარჩევნო ვითარება დამშვიდდეს ქვეყანა პირველ რიგში, დაბრუნდნენ ტოლილები უკან ქვეყანაში და აი ეს მოსწონს სწორედ ტრამპს ვენესუელაში. რა თქმა უნდა, გადმოვიტანოთ ახლა ეს ყველაფერი და თქვა ამის შესახებ ტრამპმა ირანშიც რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებენ რომ დამშვიდდეს სიტუაცია, დაბრუნდნენ ტოლილები, შეწყდეს ეს ადამიანების წამება, განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრების ციხეებიდან და მერე მოხდეს სასამართლოს შესაბამისი რეფორმების საარჩევნო სისტემის რეფორმირება, რომ აქაც ჩატარდეს არჩევნები და მერე ხალხი უკვე თვითონ აირჩევს იმ ძალებს, რომელიც უკვე ხანგრძლივადიან პირობებში ირანს გადააქცევენ თანამედროვე აყვავებულ და მშვიდ სტაბილურ ქვეყანა. ეხლა გადმოვიდეთ საქართველოს. რა ხდება აი ამ მთელი ამ მოვლენების ფონზე საქართველოში? პირველი რამაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების ყურადღება, ეს იყო დუმილი ქართული ხელისუფლებისა იმ მოქალაქეების ბედზე, რომელიც ახლა ჩარჩენილი არიან. აი ამ სპარსეთის ყურებს ქვეყნებში ახლა ადადეგების პერიოდია, ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იმყოფება დუბაიში, აბუ-დაბიში, საუდის არაბეთში, მათ შორის იორდანიაშიც ალბათ, კატარშიც, ბაჰრეინშიც, კუვეითშიც და აცხადებს საქართველოს ხელისუფლება, რამდენი ადამიანია ეს, ან რა ფორმით შეიძლება ამ ადამიანებმა დატოვონ ეს ქვეყნები, ან დაეხმარება მათ საქართველოს ხელისუფლება ამაში. ჩვენ უკვე ვიცით, ხო, გამოცხადდა, რომ ყველა აეროპორტი დაიკეტა, სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანამ საჩაკეტა, აეროპორტები დაიკეტა. აი ჩვენ მაგალითად სანამ აქ თქვენთან მოვიდოდი ამ სასაუბროდ ძვირფასო ტელემაყურებელობა, გახდა ცნობილი, რომ
სპეციალურ რეისით ჩვენმა მილიონერმა დეპუტატებმა იქ ლაპარაკი არის წულაიაზე, ლაპარაკი არის ნოშევა ნამორაძეზე, რომელმაც დაიქირა სპეციალური თვითმფრინავი, ლაპარაკი არის პაპაშვილზე ბიზნესმენ, ანუ მილიონერებზე, მილიარდერებზე ჩვენი ქვეყნისა, რომელიც იყვნენ ასევე ამ ქვეყნებში ჩარჩენილი, მაგრამ მათ ადვილად შეძლეს დაიქირავებინათ ეს კერძო თვითმფრინავები და ასე ვთქვათ შემოვლითი გზებით დაეტოვებიათ ქვეყნები, მაგრამ რა ქნა სხვა უბრალო ადამიანი, მათ შორის საუბარი არის ქალაქის მერზე, თბილისის მერზე, კალაზაზე, რომელიც დაბადების დღე გადაიხადა, როგორც გახდა ცნობილი. აბუ-დაბიში და თან იახლა დეპუტატები, ზარქუა, იქ იღაც ფეხბურთელები, თავის მეგობრები და ასე შემდეგ. თუმცა მანაც უკვე როგორც ვრცელდება სიტუაცია დღეს კერძო თვითმფრინავის დაქირავების შეძლო. მაგრამ რა ქნა სხვა ადამიანები, რომელსაც ტურისტული, ძლივშეგროვილი, რაღაც თანხებით, ზუსტად გათვლილი თანხები აქვს, სასტუმროებში არიან, ვადები უნთარდებათ და რაღაც ამოიწურება მათ ეს სასტუმროები, გასვამენ გარეთ და არც იციან როდის შეიძლება რა გზებით შეიძლება ეს დატოვონ ამათზე ხელისუფლება, რომელსაც კონსტიტუციით ევალება საკუთარი მოქალაქეების დაცვა საქართველოში არავინ ხმას არ იღებს. ეს საოცრებაა და საოცრებასთან ერთად საშინელებაც არის, იმიტომ რომ ეს ოჯახები ელოდებიან, ეს ხალხი ელოდება მათგან პასუხს და არავინ პასუხს არავის ასცემს სამწუხაროდ. ხა რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს, რა თქმა უნდა ჩვენ როგორც ყოველთვის ახლაც უნდა გავიმეოროთ რომ არავის არასოდეს ასულდა და არც არავინ არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში არ ავალდებულებს საქართველოს ჩაერიოს ან ცხვირი ჩაყოს რომელიმე საომარ მხარეს დადგეს და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ისევ რუსული ნარატივებით საუბარი. თანაც იმ რუსული ნარატივები დღეს იყო საოცრება და ესეთი გამოყენებითი დიპლომატიური მორალის, აი უпростоრად ამორალობის ესეთი კლასიკური ფორმა იყო პუტინის სპეცსპიკერის პესკოვის განცხადება. მათი სტრატეგიული პარტნიორი ირანი, ვისთანაც მათ ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული რამდენიმე თვის წინ და ეს გააპიარეს და ხელის ჩამოთმევებით და გადახვევებით, მათ შორის მოსკოვში, როდესაც შარშან ირანის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, ხელი მოაწერეს, რომ ერთმანეთის გვერდით დადგებიან. ბრიქსში ერთად იყვნენ, ეს ბრიქსი, რომელიც საყდენი და იმედი იყო, ხო, ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ყველა წევრები იყვნენ ამ ბრიქსის. ამ ბრიქსმა დღემდე, ამ მომენტამდე არ მიუსამძიმრა ირანს. რომ წევრი სახელმწიფოა ირანი ამ ბრიქსის და არ მიუსამძიმრა, არც ევრაზიის საბჭომ არ მიუსამძიმრა და ქართველმა ხელისუფლებამ გამოიდო თავი და ერთ-ერთმა პირველმა მიუსამძიმრა ხომეინეის დაღუპვა ირანს. და აი ასეთ ვითარებაში ამერიკა რო თავს დაესხა და ასე ვთქვათ ლიდერი ლიკვიდაცია მოახდინა ირანის, ამ ამერიკასთან დღეს პესკოვი აცხადებს, რომ კიო ირანთან რა თქმა უნდა ჩვენ ვაგვირდებით ეს ძალიან ცუდია რომ ასეთ რამე მოხდა, მაგრამ ჩვენ ამერიკა ძალიან გვჭირდება და ჩვენ მასთან ურთიერთობას და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. ვინაიდან უკრაინაში ძალიან გვჭირდება მისი დახმარებაო. რა მორალია ეს ან რა სტანდარტია საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა, ამაზე საუბარიც ძალიან ძნელია. მაგრამ დღეს მაინც ჩვენი ხელისუფლება ისევ რუსეთიდან, აშკარად ისევ რუსეთიდან ელოდება ნარატივებს, რეკომენდაციებს, შესაბამისი მესიჯების მოწოდებას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა უნდა გააკეთონ და ეს არის ძალიან ცუდი რამ, ეს არის პრაქტიკულად კატასტროფა, შეიძლება ითქვას, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით და არც არავინ არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოვლენები ირანში. ტრამპმა გუშინ უთხრა New York Times, რომ ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს შეიარაღების, რამდენიც საჭიროა იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ მიზნები არ იქნება მიღწეული, გაგრძელდება ეს თავდასხმები, ეს განადგურება ობიექტების და ეს შესაბამისი ოპერაცია, რასაც
ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ვაწარმოებთ ახლა ირანშია. აქ ხოლოდ ტოლვილები რო წამოვიდნენ და თურქეთმა ჩაკეტა საზღვარი გამეორდები. თურქეთმა დაკეტა ირანთან საზღვარი. საქართველო არის ხმა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ირანი არის 93 მილიონი. ჩვენ ვართ 3 მილიონი ფაქტურად აქ დარჩენი. თქვენ წარმოგიდგენიათ მხოლოდ ტოლვილების ნაკადმა, როცა თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მეზობელი, ხო? და ეხლა წარმოიდგინეთ, როცა სხვა მეზობლებთან ომი გააჩაღა ფაქტურად ესვრის იორდანიაც, რომელიც მისი მეზობელია. ესვრის ყველა სპარსეთის ყურის ყველა სახელმწიფოს მეზობელს, მუსულმანურ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ყველა ეს სახელმწიფო დაკეტავს საზღვარს, ბუნებრივი და აბსოლუტურად ლოგიკურია, ხო? ირანთან. ეს ტოლვილებს სამდა წავიდნენ. აზერბაიჯანთან არ აქვს კარგი ურთიერთობები თქვენ მოგხსენებათ. ირან. ხო? და აზერბაიჯანში შეიძლება 10 გაუშვას, იმიტომ რომ აზერბაიჯანელი, ირანელი და აზერბაიჯანელი აქეთ უკვე საზღვარს მიღმა, არის სხვადასხვა ცივილიზაციები ფაქტურად, აქეთ შარიათი კანონებია, იქ თავისუფალი ცხოვრება და ირანს არ სურს რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან მიდიმოდიოდნენ, არამედ ურთიერთობა ჰქონდათ. რჩება ერთადერთი გზა სომხეთი. და სომხეთიდან მერე საქართველო. ჩვენ არ აქვს პირდაპირ საზღვარი მოგხსენებათ ირანთან, მაგრამ სწორედ ეს გზა სომხეთიდან მოდის პირდაპირ საქართველოში და საქართველოდან მერე რუსეთში. თუ ეს ტოლვილების გარკვეული რაოდენობა საქართველოს გავლით მოიდონეს, სწორედ მოინდომებს ხოლმე რუსეთისგან წასვლას, ესეც კი კატასტროფა იქნება ეკონომიკის, წესრიგის და საერთოდ ყველანაირი თვალსაზრისით საქართველოსთვის. არანაირი საუბარია ამაზე. არანაირი მომზადება, უშიშროების საბჭო ისედაც გაუქმებულია, მაგრამ თავრობის თომა გაიმართოს, რომ ხალხი დამშვიდდეს საქართველოში. უთხრან, რომ ჩვენ ვემზადებით ამ ნეგატიური მოვლენებით. ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის მოდელირებას, თუ როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში დანაშაულებრივი ვითარება, კრიმინალური ვითარება საქართველოში, რომ ვიცით, რომ ძირითადი ნარკოტიკების თუ იარაღის თუ სხვა რამის შემოდინება ხდება სწორედ აქედან ირანის საზღვრიდან ერთ-ერთი ძირითადი საზღვარია, ხო? და რა ვითარება თუ უკონტროლო ვითარება შეიქმნება, რა ზომები აქვს მომზადებული ამისთვის საქართველოს, რანაირად შეიძლება ამ დროს მაინც გადადგას ქვეყანამ ნაბიჯები, რომ ეს ხალხი, რომელიც აი ესე თვითონ გახლიჩა და დააპირისპირა ერთმანეთს, როგორმე ერთად დადგეს, რომ გააერთიანოს თუნდაც ამ პრობლემამ, ამ საფრთხემ და ასეთ შემთხვევაში საქართველოს პოლიცია, საქართველოს უშიშროების სისტემას გაუშვება მეტი, 10-ჯერ მეტი შესაძლებლობა, რომ არა მომიტინგეებს დიონ ქუჩა-ქუჩა და დღე-დაღამე და ძირითადად ამით იყვნენ დაკავებული. მომიტინგეები სად დადგენ რუსთაველზე, რომელ სახლთან და ამჟამად. არამედ აი ამ მოვლენებს გაუკლავდნენ. ამ ძალიან სერიოზულ ხიფათს, რომელიც ამ ომის გამო, ამ ფართო მასშტაბიანი ომის გამო, რომელიც ჩვენს ყურის ძირშია გაჩაღებული. 160 კილომეტრი გვაშორებს სულ ირანის საზღვარს. პირდაპირ თუ წავალთ ირანის საზღვართან, 160 კილომეტრია სულ, რაც არაფერი არ არის. ანუ ქუთაისზე ნაკლები მანძილია. ქუთაისამდე 210 კილომეტრია. ქუთაისამდე ნაკლები მანძილია ირანის საზღვარამდე, ბატონო. სადაც ახლა გაჩაღებულია ძალიან მომაკვდინებელი და საშინელი ომი ამ სიტყვის პირდაპირ და ყველაზე ცუდი გაგებით. აი აქ შევჩერდები დღეს სამწუხაროა, რომ აი ესე ძალიან ძიმე საკითხებზე მომიწია დღეს თქვენთან საუბარმა, ასეთ ვითარებაში ცხოვრობ, ეს ნამდვილად არის საფრთხის და ძალიან სერიოზული ზომების გატარების საფუძველი, რასაც ვერ ხედავთ საქართველოს მოსახლეობას სამწუხაროდ, ჩვეულებრივად ქეიფობენ, ჩვეულებრივად ჩვენი მილიონერი პარლამენტარები ძალიან ბედნიერი სახებით მოძრაობენ და ჩვენ უბრალოდ იმის გასიგზავნებას, იმის წარმოდგენას რა ხდება ირგვლივ და რა შეიძლება განვითარდეს ამ პატარა ქვეყანაში თავრობის მხრიდან ვერ ხედავთ. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ მისმენდით და გვისმენდით მომავალ შეხვედრამდე.